მოცილი არ მყოლია. მაგარია. შენ როცა მოხვალ, ან სხვა მოვა, სიტყვაზე თქვა, თუ რამე საშუალება არსებობს, ვაძლევთ რეალურ ფაში. აჰა. სულ ეს პრობლემებს გიქნიან რა. 5 წუთის წინ ჩუქნიდით, ხო არა ის მე გიხარი მაგალითი, მაგალითი. ეს მაგალითი მოვიდა. მაგალითი, ხო, კი ბატონო, ბოდიში. წარმოიდგინე ახლა ბიჭო, კაცი მოვიდა და მეკითხება. გელაო, პრობლემებს შეგიქმნიან ისევლეო. რატომ მეთქი და 300 კაცი ყიდის საქართველოში ამ ავტომობილებს. და ვაკეთებთ გამოკითხვას და ვერავინ ვერ ყიდის და ყიდი შენო. მაგარია მე. და აი რა ხდებაო, როგორ ამუღამებო ახლა. შენ არ დადიხარო, სულ უცხოეთში ვარ, ხო? თქვათ, აი წელიწადში ერთი თვე ვარ თბილისში. თქვათ. და როგორ ხდება ეს? ბიჭო, რა უთხრა ახლა ამ კაცს? ჭუიანი კაცია და ბიძიამეთი. 1.5 მილიონი ვარ მეგრელები. აჰა. და იქ კიდე გვერდზე სვანები ჩვენი ნათესავები არიან. ახლო. ხო. ახლა მეგრელი დაფიცებული აქვს მეთქი ბიბლიაზე რომ მანქანას ყველგან არ იყიდოს. 1.5 მილიონი კი არის სვანები, ხო? ესენი ხო თქვათ, რასაც ვყიდი, იმის 50%-ს ხო იყიდიან. და დანარჩენი სხვა საქართველოს და კი იყიდება მეთქი ერთი 50, 60 მანქანა თვეში მეთქი და ესე გამოვიყვანე ჩემი თავი. მაგარია, ძალიან და ეს რეალურადაც ესეა. კი, რეალურად ეგრეა. მე კიდე დავამატებ ახლა იმ დანარჩენიდან. და ახლა ფეხბურთელები ბოდიში. ხო. ფეხბურთელები ახლა 1.5 ეს მეგრელები, ხო, თქვათ. კი ბატონო. და იცით ახლა სამეგრელოში დიდი ტერიტორიები გვაქვს, ხო? და რა უნდა აკეთოს ბავშვმა, ხო? ერთი ბურთი თუ იშოვა და ერთი კეტები, ხო? ჩვენ დროს კეტები რო იყო 24 საათი ბურთს თამაშობენ. და მე გამოუდით რა. 1.5 მერე ეს მეგრელები, ხო იცი? ჭკვიანი ხალხი, კი ბატონო, რა თქმა უნდა. არა, ხო, მე ის თქვა მინდოდა, იცი რომ ის დარჩენილი 50%-დანაც ახლა ბევრი იყიდის თქვენთან მანქანას. კი ბატონო, რა. იქ ცოტა კახელი, ცოტა ქართლელი, ცოტა იმერელი, ცოტა გურული და კი ადიხართ ასე 70%-ზე. კი ბატონო. ხო მართალია. ბატონგელა, ძალიან კარგად გამოგდით ახლა თუ ეხლაც დავაგვირდით თქვენ ესეთ როცა ხალხთან საუბარი და პრეზენტაციები მოკლედ რა. ხო და აი ესეთი რამე მინდა გთხოვოთ. აი ხა ჩავთვალოთ რომ ჩვენ ლაივში ვართ და აი რო დაარწმუნოთ დაუშვათ თქვენი კოლეგები, ბიზნესმენები სხვადასხვა დარგში, არა მხოლოდ საავტომობილო ბიზნესში, რომ ჩვენი გადაცემა დაასპონსორონ. აი დაარწმუნეთ რომ რატო აი საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით მაგალითად რაც შეიძლება გამოგადგეთ პრეზენტაციაში გადაცემა მიყავს პროფესორს ხო შემდეგ ჩვენს რამ ძალიან ბევრ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს ესეც გამოგადგებათ და ყოველთვის აქტუალური სტუმრები მოდიან გადაცემაში ჩვენთან აი მაგალითად დღეს